მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო და Facebook გვერდის მაყურებელო. დღევანდელი გადაცემა რა თქმა უნდა ისევ ბედნიერებაზე იქნება, ისევ სიხარულზე იქნება და აუცილებლად მადლიერებაზე. თუ რატომ მადლიერებაზე, ამას ცოტა მოგვიანებით. მარინა სალუქვაძეა დღეს ჩემი სტუმარი. უსაყვარლესი, უნიჭიერესი, ულამაზესი მიყვარ ხარ და მიხარია რომ ხარ ჩემი სტუმარი. ძალიან მიყვარ ხარ და სულ მენატრე. როგორ ხარ? კარგად. კარგად ვარ, იმიტომ რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მაინტერესებს. გვერდით მყავს ის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა და ვარ ძალიან ბედნიერი. მყავს კარგი მეგობრები და ბოლო-ბოლოს შენ გნახე. მაგას ქვია ჰარმონიული ცხოვრება. მე აუცილებლად უნდა უთხრა მაყურებელს ჩემი პატარ-პატარა ბედნიერებების მიზეზი, რომელიც მე მძივად იკინძება, ძვირფასო მსმენელებო და მაყურებელო. მარინა სალუქვაძე გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულა ტელეკომპანია მზეში. მე ვიყავი პროდიუსერი, ტაბუ იყო ესეთი გადაცემა, პირველი ток-შოუ, რომელიც მოკლედ საოცრებას ახდენდა. და შენ იყავი განუმეორებელი ჩემოგია, როგორც პროდიუსერი და როგორც საჭირო სტუმარი, როცა გჭირდებოდა ყოველთვის. მარინა, აუცილებლად უნდა კითხო, ეხლა უფრო მაინტერესებს ბევრი რაღაცები, იმიტომ რომ მე თვითონ გავიარე და განვიცადე და ძალიან ხშირად მახსენდები, იმიტომ რომ პირველი რეპეტიცია, ყველაფერი პირველი იქვნახე შენ შოუში. როგორ მოვიდა შენთან ის იდეა, მარტო წარსული მოკლედ რო ვთქვა. რამდენი ხნის წინ იყო ეს ამბავი? აიცი, იმ პერიოდში. პირველი იყო და როდესაც ეს იდეა გაჩნდა და დავიწყეთ ამაზე მუშაობა, უბრალოდ რაღაც ისეთი დრო იყო. ეთყობა რაღაც გავძვერისავით, იმიტომ რომ მზეზე იცვლებოდა ხელმძღვანელობა, იყო დაბნეულობა, რაღაც საჭირო იყო გადაცემები და უცებ ეს იდეა რო შევთავაზე, იმიტომ რომ მანამდე მე ვიყავი მზეზე უბრალოდ პროგრამების დირექტორის მოადგილე და იცი რა, კი ეს საქმე გადასარევად ვიცი, მაგრამ ჩემთვის იყო ძალიან მოსაწყენი. ამიტომ სულ მინდოდა რაღაც შემოქმედებითი და უფრო საინტერესო საქმის კეთება. ეს რო შევთავაზე, იცი, იყო ესეთი კითხვა, რომ რამდენად გულახდილი იქნებიან ქართველები. რომ კი ბატონო, ვთქვათ, უცხოეთში, იგივე ახლო უცხოეთში თავისუფლად და გულახდილად ყვება ხალხი თავის პრობლემების შესახებ და აი ქართველები რამდენად გაიხსნებიან. გარისკეს და გაამართლა. და ისე მოხდა, რომ საოცარი რეიტინგი ქონდა ამ გადაცემას, ისე რომ რამდენი წელი ეს გადაცემა არ არის და დღემდე ქუჩაში ხალხი მაჩერებს და აი ჩვენ მაყურებლები და როგორ გვენატრება და რატო არ არის და დამთავრდა ის ეტაპი და იმიტომ. არა, საინტერესო ის იყო, რომ ზედმეტი გულახდილობაც კი იყო სტუმრებისგან. მოულოდნელი. ხო, არ ვიცი, აი დღე აქედან გადასახედიდან ეხლაც კი ვერ ვახერხებთ იმას, რასაც მაშინ ვახერხებდით. რა მაინტერესებს იცი? აი ხო, ისეთი შეკითხვაა, საინტერესოა როგორ მიპასუხებ. ლამაზი ქალის სტერეოტიპი იმ სხრევა ხოლმე ხანდახან, რომ აი მე ცოტა მშიშარა ვარ და ვფიქრობ ხოლმე, რომ ისეთი კორექტულად ვთქვა ხალხმა. ლამაზი ქალები ხშირად არ არიან ჭკვიანი. ხო და როგორ შეათავსე შენ ეს ჭკუას, სილამაზეს ყველა? დიდი მადლობა. კარგი მასწავლებლები მყავთ. დიდი მადლობა, ეს დიდი ქათინაური არის ჩემთვის. იმიტომ რომ ყოველთვის პირველი გადაცემა პირდაპირ ეთერის მერე მირეკავდა ხოლმე დედა და თუ მეტყოდა რომ დღეს ძალიან ლამაზი იყავი, ესე იგი გადაცემა არ შედგა. დედა. ხო.
რა ვიცი, დიდი მადლობა. უბრალოდ მოხდა ისე რომ ბევრი რამე მაინტერესებდა, ალბათ ოჯახიდანაც მოდიოდა და კარგი მასწავლებლები მყავდა და მეც მაინტერესებდა, კითხვა მიყვარდა გია. ხო, ნუ და შენ თუ გახსოვს, ძალიან ცოტა ადამიანი მუშაობდით თემებზე. ძალიან ცოტა, ჩვენ ვიყავით სამნი ფაქტიურად. ხო, ესე იყო. ხო, ძალიან ცოტა. რაც ეხლა არა, ეხლა ძალიან ბევრი მუშაობს. კი ბატონო. რა მაინტერესებს იცი? აი დატოვე ტელევიზია და წახვედი. ეს არის მე ესე ვფიქრობ ძალიან რთული, მაგრამ აი როგორ შეეწყვე მე აი და ეხლაც პოპულარული ხარ მიუხედავად გამოცვლილი არა ხარ შეცვლილი. მადლობა გია, მადლობა. როგორ გაძელი ტელევიზიის გარეშე? ცირა გეტყვი, ძალიან გულახდილი რო ვიყო, ცხადია ის პერიოდი ჩემთვის იყო რაღაც ისეთი, აი ეკრანი მაინც აჯადოებს ადამიანს და ეკრანს მიღმა, თქვათ, ეს შესაძლებელი, ეს არის განუმეორებელი და ძალიან ბევრი საინტერესო და სასიამოვნო და ნუ რაღაცა ჩემთვის ძვირფასი მოგონება მაქვს, მაგრამ იცი მე რამდენჯერმე ფენიქსივით აღვზდეგი. ძალიან ბევრჯერ თავიდან მომიწია და რაღაც ახლის დაწყება. და ფიქრობ რომ ეს ბევრად უფრო საინტერესო არის ჩემთვის, იმიტომ რომ სულ რაღაც თითქოს გამოცდას მიწყობ ცხოვრება და მე უწყობ გამოცდას ჩემ თავს. და აი ეს სიახლეები, იცი რა, ბევრად უფრო მაინტერესებს. აი ძალიან გულწრფელად რომ მკითხრა. იმიტომ რომ მე რომ დარჩენილიყავი ტელევიზიაში, მე ვერ გავაკეთებდი დიდ შოუებს, ვერ დავდგავდი სპექტაკლებს, ვერ დავწერდი დიდ სცენებს, უბრალოდ რო არ მექნებოდა ამისთვის და ახლა შემიძლია ვიტრაბახო რომ რაღაც საინტერესოს ვაკეთებ. მოდი პროექტებზე ვისაუბროთ. სხვადასხვა როცა ჩვენთან ჩვენ ოჯახში მოგიწვიეთ, მაშინ გავიგე რომ ქონდა ჯაზ ფესტივალი დაგეგმილი ქუთაისში და იმდენად გამიხარდა, ხდება ხოლმე რაღაც უცნაური დამოკიდებულებები არსებობენ ადამიანებში, აი დიდხანს რო არ ნახულობ ადამიანს, შეიძლება გახსოვს, მაგრამ ურთიერთობა აღარ არის ისეთი და რომ მოხვედი სტუმრად ჩვენ ოჯახში, აი რაღაცა განმიახლდა ის სითბო, ის რომ მუშაობდით ერთად და მე სიხარულით ჩამოვედი ქუთაისში შენს მიერ მოწყობილ. და როგორ გამახარე მე და როგორი სიხარული გამოიწვიე ქუთაისის მოსახლეობა შორის. არ დაიჯერეს ჩემებმა რომ თქვი რომ მე წავალთქო. მე მართლა გულწრფელად ჩამოვედი და მიხაროდა რომ იქ ჩამოვედი, გულშემატკივრობდი აი ამ ფესტივალს და ძალიან კარგი ღონისძიება იყო. მადლობა ჩემო გია. გაგრძელდება თუ ეს გაგრძელდება ცხადია, მაგრამ სათავე ამას აქვს უფრო მანამდე. მოგიხსენება ჩვენ მე და ჩემს მეუღლე ზაზა მარჯანიშვილს უკვე 15 წელია გვაქვს ესეთი არტისტული ადგილი, რომელსაც მისი სახელი დავარქვით, მისი ბოლო ალბომი იყო ზაზანოვა და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ზაზანოვა დაგვერქვა ამ კაფესთვის, ხო და იმუშავა რა ბრენდი გახდა ეს ზაზანოვა. და როცა დაიწყო პანდემია, მოგიხსენება რომ არა მარტო საზოგადოებას, მუსიკოსებს, ხელოვანებს ძალიან გაუჭირდათ. ძალიან, იმიტომ რომ იყვნენ ბრწყინვალე მუსიკოსები, ვინც ღამე მუშაობდნენ, ცომს ზელდნენ, რაღაცა საოცრებები ხდებოდა, იმიტომ რომ ბავშვები გამოეკვება. და აი მაშინ რაღაც თავის გადარჩენის მიზნით უცებ მოვიფიქრეთ ესეთი ფესტივალი, რომ გაგვეკეთებინა მუსიკოსების დაარსებული ფესტივალი. და მაშინ გაჩნდა ზაფხულის ღამის ჯაზის იდეა, რომელიც თბილისის მერიას ვთხოვეთ, როგვერზე დაგვდგომოდა. თბილისის მერია დაგვიდგა გვერდზე და უცებ იფეთქამ ფესტივალმა, მე შეგეუბნება პირველი ფესტივალი ჩატარდა 2020 წელს. გაგანია პანდემიის დროს, ნიღბებით, დისტანციით და ასე შემდეგ და ყოველ წელს წლიდან წლამდე ვიზდებით. წელს მაგალითად და ეს ხდება არტოს ბაღში. მოდი მე პლეხანოს ვიტყვი, ჩვენი ბავშვობის დროინდელი სახელია. აი ამ ჯადოსნურ არტოს ბაღში 120 მუსიკოსი დგას ხოლმე სცენაზე 3 დღის განმავლობაში. კი ბატონო და შემდეგ უკვე ძალიან დაინტერესდა სიღნაღის მერია.
ასე რომ თბილისის ფესტივალის მერე სიღნაღში ჩაგვაქვს ხოლმე. ახლა უკვე ქუთაისის მერეა დაინტერესდა და გარდა ამ ფესტივალისა, რა ვიცი, გაკეთებული გვაქვს 200-ზე მეტი კონცერტი თბილისში და რეგიონებში. ასევე არაერთი სპექტაკლი, არაერთი დიდი შოუ და თან მინდა ზოგმა არ იცის, მე გავხდი და მაგარი მემონტაჟე ჩემო გია. მართლა? სერიოზულად კი ბატონო. იცი რა იყო ესეთი სპექტაკლი, რომელიც ჩემი სცენარის მიხედვით მე დავდგი სხვათა შორის ბათუმში, ზაზას მუსიკაზე, ერქვა თაბაშირის იუდა. ეს იყო 37 წელს და ძალიან მძიმე სპექტაკლი გამოვიდა. ეს ხდებოდა 2018 წელს. აი უმძიმესი სპექტაკლი იყო მართლა. და მთელი სპექტაკლი როგორ მქონდა, იცი, აწყობილი დეკორაცია არ იყო, 2 ეკრანი, სადაც რაც ჰოლოგრაფიული გამოსახულებები და ასე შემდეგ და მე მყავდა საოცარი კომპიუტერული გრაფიკოსი, თან მემონტაჟე ბატონი მალხაზ ბარბაქაძე, რომელსაც სულ გვერდზე ვეჭექი, იმიტომ რომ ხო შენი სპექტაკლია და შენ უნდა დაინახო ეს როგორ მოხდება და ძალიან რთული ტექნიკურად გასაკეთებელი იყო, თუმცა დეკორაცია დაკეცავდი და ერთი ჩემოდი შეგეძლო წაგეღო. და მოკლედ ამ ვიდეო არტებზე ვიმუშავეთ მალხასთან ერთად და სულ გვერდზე ვეჯექი გაფათისებით უყურებდი. და ისე მოხდა რომ უცებ ბატონი მალხაზი წავიდა ემიგრაციაში. და ვიფიქრე რომ რატომაც არა. დავჯექი მე და გამოვიდა. გამოვიდა მე პანდემიის დროს რამოდენიმე კლიპის შეკვეთა მქონდა უკვე რაც რა ვიცი მე მგონი გამოვიდა იმიტომ რომ მე კიდე შეკვეთები იყო ასევე მქონდა ონლაინ დაჯილდოებების რაც წინასწარ უნდა გადაიღო და ამონტაჟო და იმის მერე წავიდა და იცი რა როდესაც მე ვაკეთებ რამე კონცერტს ან შოუს ჩემთვის მნიშვნელოვანი არის არა მარტო როგორ მღერის ან როგორ უკრავს დიდებული არტისტი ან ხელოვანი არამედ უკან რა ხდება ასე რომ აი ეს ეკრანების თამაში ეს გინდა პროექცია იყოს გინდა LED ეკრანი და მასზე გაშვებული ეს ვიდეო არტი ეს უკვე არის ჩემი ფიშკა ასე ვთქვათ იცი რა შრომელი ხარ ხო? კი აღმოჩნდა ასე აღმოჩნდა არ იცოდი? იცი რა ამდენიც არ ვიცოდი ამდენიც არ მეკონა, იმიტომ რომ ცხოვრება მოიტანა ისე რომ იცი ხა მამა ჩემი იყო ძალიან ცნობილი ფიზიკოსი. მსოფლიოში აღიარებული ფიზიკოსი, იმიტომ რომ გაგანია ცივი ომის დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი და ეს იყო რა ქვია ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობები, 72 წელს მამა კითხულობდა ბერკლიში ლექციებს. იმდენად საინტერესო იყო მისი ლექციები და მსოფლიო ფიზიკაში არსებობს სალუქვაძის პრინციპი, სალუქვაძის ამოხსნა და სალუქვაძის მეთოდი. ტერმინები არის ესეთი დაფუძნებული და მიუხედავად ამისა ფიზიკაში მყავდა სულ სამიანი მათემატიკას არ სწავლობდი და ვიყავი მაგარი შატალისტი სკოლაში და სულ მეკითხებოდნენ რომ მამას ვიცნობთ და რატო იმიტომ რომ მინდოდა შატა მეზარებოდა მამა რას გეუბნებოდა ახლა ცხადია ჩხუბობდა და ასე შემდეგ მე რაღაც პერიოდი რო გავიდა მე ცოტა ამაყობდა კიდევაც მაგრამ ჩემი და ტექნიკური საგნების ურთიერთობა იყო ძალიან ცუდი მაგრამ ეხლა ვინაიდან ჩემი ორი კომპანია მაქვს ვინაიდან მომიწია ამაზე მუშაობა ბუღალტერიაც შევითავსე და დამჭირდა ამის გაკეთება ასე რომ ვარ თან ფინანსისტიც ხდება გია ესე ხდება და შრომის გარეშე უბრალოდ არაფერი არ გამოდის იფიქრებდი ადრე რომ ამდენს შეძლებდი ვერ ვიფიქრებდი მაგას გეუბნები ვერ ვიფიქრებდი მაგრამ როდესაც თქვათ რაღაცას იწყებ თავიდან ბოლომდე თუ არ ჩაერთე მაშინ არ გამოდის და რა ვიცი მე მგონი სწორ გზაზე ვზე იმიტომ რომ არ მეზარება და შენ თვითონ როცა აკონტროლებ იმას რასაც შენ ქმნი მე მგონი ეს მოდი სლენგს ვიხმარ ძალიან დიდი кайფი ყოფილა ჩემო გია იცი რა მინდა კითხო გულწრფელი კითხვა მიხვდები ეხლა კითხვებში და პასუხებში ხარ ექსპერტი ამიტომ მიხვდები ნახე შემდგარი პიროვნება იყავი როცა გაიცანი ზაზა და ისიც შემდგარი ადამიანი ამხელა მუსიკოსი კაცი და
შეხვდით ერთმანეთს და შეგიყვარდათ ერთმანეთი, როცა უკვე ზრდასრულები იყავით. ჩემ გადაცემაში. ხო, შენ გადაცემაში მე წვრილად მახსოვს ეს ამბავი, ახლა პოზა მიჭირავს ესეთი, რომ ესე მე მახსოვს შენ როგორი შეყვარებული იყავი. კი ბატონო. რა მითხარე, იცი? აი როგორ დაიწყო თქვენი ისტორია, რას გულისხმობ? საქმე ორი ადამიანი დამოუკიდებელი ორი ადამიანი რო შეხვდებიან ერთმანეთს იმას თავის საქმე აქვს იმას თავის საქმე აქვს და რაღაცნაირად უნდა შეერწყან ერთმანეთს აი როგორ მოხდა ეს ბმა იცი რა თავისთავად მოხდა გია იმიტომ რომ ახლა მე აი ღმერთმა დაამიფაროს იმიტომ არ ვამბობ რომ ზაზა ჩემი ქმარია და პირველად მისი მუსიკა შემიყვარდა სულ არ ვიცოდი ზაზასი რო იყო. მართლა? ხო არა, ეს ბევრჯერ მაქვს მოყოლილი, მოთხრობილი ეს ამბავი. უბრალოდ მომცეს გადმოწერილი დისკი, არ იცოდნენ ვინ არის ავტორი და ნუ ამაზე გავგიჟდი, გადავირე და სულ ამას უსმენდი. და მერე წლების მერე უკვე აღმოჩნდა რომ ეს ხო ზაზასი. ხო, იმიტომ საოცარი მუსიკოსი არის. აი, საოცარი მუსიკოსი. ეს რო ის იყო რაკენი, აი, არ გაგიჟდი. იავდანამ რაკმა. ხო, ნუ დიდი აღმოჩენა იყო ეს ჩემთვის და იცი რა არის, რაღაც თავისთავად მოხდა. იმიტომ რომ ზაზა რომ ჩამოვიდა საქართველოში, დაბრუნდა 22 წლიანი ემიგრაციის მერე. ვიფიქრეთ რომ აი რა ვქნათ, არ გვინდა რომ დამოკიდებული ვიყოთ, მაშინ წინა ხელისუფლება იყო, არ გვინდა რომ დამოკიდებული ვიყოთ თავრობაზე არ გვინდა რომ ყავდეს უფროსი, რა გავაკეთოთ? მოდი გავაკეთოთ არტისტული ადგილი. გავაკეთოთ, სადაც იქნება ზაზა საყვარელი სიტყვები მინდა ვთქვა თბილისის რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ამას სულ ის ძველი თბილისი ენატრება, რომელიც სამწუხაროდ აღარ დაბრუნდება. და რა ვიცი, მე მგონი ვეცადეთ და ეს ზაზანოვა რაც ყველა ხელოვანი სახლივით გახდა იმ პერიოდში. და ამას მოყვა კონცერტები, ამას მოყვა ძალიან საინტერესო, ჩემთვის პირადად საინტერესო ცხოვრება, იმიტომ რომ იცი, ჩვენ სახლში სულ ვხუმრობდით, რომ სახლი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს სტუდია. იმიტომ რომ ზაზას აქვს თავისი მუსიკალური სტუდია, სადაც მუშაობს, მე მაქვს ლოჯში ჩემი სამონტაჟო, სადაც მუშაობ და ერთმანეთს ფლეშკებს ვესვრით. აი მუსიკა გამიკეთე მესამე წამიდან და შენ ახლა კადრი გადაადე ამას და ნუ რაღაცა ესე სასაცილოა, მაგრამ ძალიან ისეთი შემოქმედებითი წვა გვაქვს ხოლმე. და თან ამას დაემატა რა იცი აი ხა შენთან მინდა ვთქვა პირველად ზაზა მე ხა დაასრულა საოცარ რამეზე მუშაობა. ეს არის ქართული ბალეტი სერაფიტი მეორე საუკუნის ქართული მითოლოგია გადაჭაჭული ისტორიასთან კი და ლიბრეტოს ავტორი ვარ მე. ჩამოდის ვენის თეატრის მთავარი ქორეოგრაფი, რომელმაც აქ უნდა დადგას და მე ევროპაში უკვე ელოდებიან ამ ბალეტს. კითხე და კიდე მინდა მოვისმინო პასუხი ოღონდ ძირფესვიანად. ნახე, მე ვიცნობდი იმ ლამაზ ჭკვიან გოგოს, რომელიც ტელევიზორში ჩანდა და მიყავდა ისეთი გადაცემა, რომელიც იმ პერიოდში იყო ძალიან პოპულარული. აი იმ პერიოდში იფიქრებდი, რომ აი ამ ხელა მასშტაბებზე გახვიდოდი? არა, ვერ ვიფიქრე. რა მოიტანა ეს? მე ჩემი ვერსია მაქვს. იცი რა მოიტანა? გია, ალბათ ცხოვრება მოიტანა. მოიტანა ის რომ მე ვარ საკმაოდ რისკიანი. ეხლა რა თავის ქებაში არ ჩამიტვალოს. არა, აქე მე სულ და მაყურებელმა შენს ძალიან საყვარელი. ხო, მაგრამ იცი რა რაღაც ისეთი ჯინი მაქვს, რომ აი თუ რაღაცას მოვკიდებ ხოლმე უნდა მივიყვანო. თუ გადავდე ის არასოდეს აღარ გამოდეს. და ვინაიდან რაღაცა პერიოდი იყო ჩვენ ცხოვრებაში, რომ რა თავის გადარჩენისთვის უნდა გემუშავა. და მე მგონი სწორად დავიწყეთ და სწორად გავაგრძელეთ, რომ აი ეს ხელოვნებას არ გაცდა ეს ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსებიც ვისწავლე, ნუ ეს უბრალოდ კომპანიას დაჭირდა და ნახე, მე ჩემი ვერსია მაქვს ამასთან დაკავშირებით. ნახე, მე გეტყვი ერთ რამეს, ახლა პირველად ხო არ გამიგია ის, რომ შენ ჯერ შეგიყვარდა ზაზას მუსიკა და მერე გავიდა დრო და როცა გაიცანი ზაზა თურმე ეს ყოფილა და ამბავი. ნახე, მე მგონია, რომ შენ ისეთ პალასაზე იდექი, რომ გარედან ესე ჩანდა, რომ არავინ და არაფერი არ გჭირდებოდა. ნახე,
გამოჩნდა ზაზა და მე მგონი თქვენ ერთმანეთის სიყვარულმა ძალიან დიდი რაღაცა გაგაკეთებინათ, იმიტომ რომ მე რო ვიგებდი შენს ამბებს და სულ მიკვირდა, იმიტომ რომ აი ადამიანი რომელიც მოვიდოდა გადაცემა მიყავდა და არაფერი ამან არ იცის, არც რეცხავს, არც კერავს საჭმელის გაკეთება. აი ესეთი ამას ყოველთვის რეცხავს და საჭმელს ყოველთვის მე ვაკეთებ. ხო და აი ეგეთი შთაბეჭდილება გქონდა და უცბად აი ამ ხელა წარმა მე მგონი ეს ყველაფერი გაქვს სიყვარულის გამო. ნუ ცხადია ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა რომ მე მართლა გამიმართლა, ძალიან გამიმართლა და შევხვდი ჩემს მეორე ნახევარს. თან ეს არის ყველაზე კარგი ადამიანი დედამიწის ზურგზე, იმიტომ რომ რამდენი წელი გავიდა ახლა მე და ზაზა ერთად ვარ და მე ერთი წუთითაც არ გამნელები ეს გზნობა რომ თან მყავს საოცრება. აი მართლა საოცრება მყავს გვერდით და თან მე ვარ მომსწრე იმ რაღაცა ზღაპრული მუსიკის შექმნის და მე ამას ვესწრები ხოლმე და იცი რამდენი ისეთი უთნაური რამე ხდება ხოლმე ამ პერიოდში. ახლა მე მახსოვს, როდესაც გურამ დოჩენაშვილის ნაწარმოების მიხედვით ამ სამოსელ პირველზე მუშაობდა. ზაზა თავის სტუდიაში ზის და მუშაობს მიდი ვერსიაზე და თან წერს მუსიკას და თან ეს მესმის. ეს არ არის როგორც თქვა ადრე საოცარი კომპოზიტორები კალმით და ნოტებით წერდნენ, ნუ კომპიუტერიზირებული ეს და თან გესმის ეს ხმები და მე ლოჩი ვზივარ ჩემ სამონტაჟო სტუდიაში და უბრალოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვაწკაპუნებ. მეც არაფერს არ ვაკეთებ, რაღაცა იმას თამაშობ. და ამ დროს ნუ ისეთი მუსიკა მესმის რომ მე წამომივიდა ცრემლები. აი მართლა ცრემლები წამომივიდა. ვერ ვიკავი, რატო არ ვიცი, მაგრამ აი მომდის ღაპაღუპი ცრემლები. დაასრულა ზაზა მუშაობა და აი სიკვდილიც დაიბადაო. ამ დროს აკაკუნებს მეზობელი. რომ გარდაიცვალა დედა ჩემი და გეხვეწები ნივთები შემომატანინ. აი რაღაც ეგეთი რაღაცა საოცრებები ხდება. მისტიკა. ეხლა შეიძლება რაღაც ცუდი ამბავი მოვყევი, ჯვარი წერია ყველას. არა, ეს კანონზომიერებაში ჩდება ყველაფერი.